მოგესალმებით, კულინარიული ვიკენდი დაიწყო და დღეს ჩვენ მოვამზადებთ ღორის ხორცს კომშის პიურეზე და კომშის соусით. ძალიან გემრიელია და ეს კომშის პიურე ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პიურე არის. და ჩვენთან რატომაც ესეთი ასოციაცია პიურე მხოლოდ კარტოფილის უნდა იყოს, მაგრამ პიურე ყველაფრისგან ძალიან გემრიელია, მაგალითად კომში, ყვავილოვანი კომბოსტო, ნიახურის ბოლქვი, ანუ თითქმის ყველა ბოსტნეულს, რასაც ჩვეულებრივად მოიხმართ, შეგიძლიათ მისი პიურე გააკეთოთ. კომშის კი გემრიელია და თან რაღაც განსხვავებულია, ძალიან უხდება ღორის ხორცს, ძალიან უხდება ფრინველს, ბათს, იხვს, გოჭს, ანუ ყველა თეთრ ხორცს ძალიან უხდება. ძალიან მარტივი მოსამზადებელია. დაგჭირდება კომში, რა თქმა უნდა, პირდაპირ გაუთრელ კომშს დავჭრით ნაჭრებად და მოვხარშავთ. ამას ამოვიღებთ. და ასევე მოვამზადებთ კარამელიზირებულ ხახვს, იმიტომ რომ კარამელიზირებული ხახვი ძალიან უხდება ზოგადად კომშს და იმ რაღაც განსაკუთრებულ გემოს მიცემს. და წყალს დავასხამთ და დავადგამთ მოსახარშად. სანამ ჩვენი კომში მოიხარშება, გავაკეთოთ კარამელიზირებული ხახვი. ჩვენ ერთხელ გავაკეთეთ მახსოვს გადაცემაში, ცოტა უფრო ადრე იყო კომშის სუპი. ზუსტად მსგავსი მომზადების წესი არის, უბრალოდ ეს უფრო სქელი კონსისტენცია ექნება და სიმითი არ გავასქელებთ, ანუ არ გავათხელებთ. დავჭრათ ხახვი. არ აქვს მნიშვნელობა, ძალიან შეგიძლიათ ცოტა უხეშად დაჭრათ. ეხლა კომშის სეზონია და ძალიან გემრიელი კომშია და ამიტომაც გადავწყვიტე ამ პიურის გაკეთება და ძალიან უხდება ღორის ხორცს. და ახალი წლები მოდის, ახალი წლის სუფრას მზადება იქნება და მე გირჩევთ, რომ მაგალითად ინდაურს ძალიან უხდება და ინდაური თეთრი ხორცი, ინდაურის თეთრი ხორცი და კომშის პიურე, თავისი ამ კომშის соусით ძალიან კარგი ალტერნატივაა, მაგალითად ჩვეულებრივი ყოველდღიური საცივის. ესე. მოვთუშოთ. გავუკეთოთ კარგად კარამელიზაცია, დაბალ ცეცხლზე, ნელ-ნელა. ჩვენ ხშირად ვაკეთებთ ხოლმე. მე ძალიან მიყვარს კარამელიზირებული ხახვი, ანუ ძალიან ბევრ კერძში ვხმარობ, соусებში. მანამ ჩვენი ხახვი მოითუშება დაბალ ცეცხლზე, ნელ-ნელა. გავაკეთოთ მარინადი ღორის ხორცისთვის, ძალიან მარტივია, ანუ ძალიან კარგია თუ 12 საათი მაინც გააჩერებთ აი ამ მარილიან და შაქრიან წყალში, იმიტომ რომ მერე შეწვისას ესეთი მშრალი არ იქნება, იმიტომ რომ ყველა მიცით რომ ღოლი მალე შრება თუ ძალიან ცხიმიანი არ არის. ძალიან მარტივია, 1 ლიტრა წყალზე 1 სუფრის ყოფზე მარილი და 1/2 სუფრის ყოფზე შაქარი. და აი ამ მარინადში დაუმატოთ ცოტა შეგიძლიათ დაფნის ფოთოლი, ბახარი, ცოტა ლიმონი და 12 საათი მთელი ღამე გავაჩეროთ. აი ეს ჩვენი ესეთი მშვენიერი ჩალაღაჭი თავისი ნეკნიანად და მერწმუნეთ ძალიან დიდ განსხვავებას ნახავთ აი შეწვისას, იმიტომ რომ არ იქნება გამომშრალი ნამდვილად და აი მე მაგალითად გოჭსაც ყოველთვის 1 ღამე ვამარინადებ აი ამ მარილიან ან ციტრუსიან წყალში, აი ეს აუცილებელია, იმიტომ რომ მართლა განსაკუთრებულ სხვანაირ გემოს აძლევს ეს მარინადი. ჩვენი ხახვიც მოითუშა, ნელ-ნელა გაოქროსფერდა და დაუმატოთ ცოტაოდენი შაქარი კარამელიზაციისთვის. თავისი ბუნებრივი სიტყვა კარგად რო გამოიღოს. ბალზამიკოს ძმარი. და სულ ცოტა სოია соус.
მარილის ნაცვლად. ეს არის ჩვენი კარამელიზირებული ხახვი, რომელსაც გაურევთ პიურეში და ასევე соуსშიც. თითქმის მზად არის. ეხლა მოვამზადოთ ჩვენი соуსი, რომელსაც წაусმევთ ამ ღორის ხორცს და იმასთან ერთად გამოვას, ბარბეკიუს მსგავსად, ანუ აი ბარბეკიუს соуს რო უსმევთ, მსგავსი იქნება, ოღონდ ეს იქნება კომშის ჯემისგან და აჯიკისგან მომზადებული, ძალიან გემრიელია. უბრალოდ კომშის ჯემი, ცოტაოდენი წყალი, აჯიკა სიცხარისთვის და ცოტაოდენი სოიოს соуსი. აი ეს არის ჩვენი ბარბეკიუ соуსი, ანუ იმას, რასაც ზემოდან წაусმევთ, რომ ეს შაქარი შემდგომ კარამელიზაციას გაუკეთებს და ძალიან გემრიელი არის. მარილს არ ხმარობთ, იმიტომ რომ სოიო არის ამ შემთხვევაში ჩვენი მარილი. და სიცხარე უკვე თქვენი გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ დაარეგულიროთ. და ნაწილი იქნება ესეთი სქელი კონსისტენციის და ნაწილს გავათხელებთ და უკვე იმას როგორც соус ისე მოვასხამთ, ან ეს მოვამზადოთ ჯერ. ეს არის ჩვენი соуს. აი როგორც ხედავთ, ძალიან მარტივია და ეს ყველაფერი გოჯზე ძალიან კარგია რომ გადაუსვათ ზემოდან, ძალიან კარგია წვაძეც, ანუ ყველაფერზე გრილზე რასაც წვავთ ყველანაირ ხორცს, იხვის ძალიან უხდება. ანუ ყველაფერს პრინციპში აი ეს მოტკბო მომჟაო გემო თუ გინდათ იდეალური არის. და ცოტაოდენი, სულ ცოტაოდენი ზეთი. მე წინასწარ მაქვს ეს კომში მოხარშული, გადავწუროთ. წვენი არ გადავაქციოთ, შევინახოთ, რა თქმა უნდა, соуსის გასათხელებლად. და ეს დავაბლენდეროთ უკვე კარამელიზირებულ ხახვთან ერთად. და დავაბლენდეროთ კარგად ხელის ბლენდერით კარამელიზირებულ ხახვთან ერთად. ცოტაოდენი კარამელიზირებული ხახვი დანარჩენი соуსისთვის. და საბოლოოდ აი ესეთი ძალიან კრემისებრი ტექსტურა უნდა მიიღოთ და თქვენი პიურე მზად არის. აი ესეთი მარტივი მოსამზადებელია და ესეთი განსხვავებულია. გადმოვიტანოთ ქვაბში. და რაც თავარია ძალიან კარგად ინახება. ნაღები არ აქვს, არაფერი არ აქვს, შეგიძლიათ 2-3 დღე მშვენივრად ცოტა მეტი მოამზადოთ და წინასწარ გქონდეთ. აი ამას თუ გავათხელებთ, ცოტა სოიას соуს დაუმატებთ, ჯინჯერს უკვე კომშის წინვალე სუპს მივიღებთ, ალბათ გახსოვთ ვინც გვიყურებს სისტემატიურად გაკეთებული გვაქვს გადაცემაში და ძალიან კარგი გამოხმაურება ქონდა, ძალიან ბევრმა ჩვენმა მაყურებელმა გააკეთა და მართლაც განსაკუთრებული და ესეთი გემო აქვს. აი ეს არის ჩვენი კომშის პიურე. მზად არის. ეხლა გავაკეთოთ соуსი. ძალიან მარტივია. ის ჩვენი წვენი, რაშიც მოვხარშეთ კომში. აი ეს соуსი, რაც გავაკეთეთ. 2 კოვზი. და ჯინჯერი. ნახეხილი ჯინჯერი. თუ ჯინჯერი არ გიყვართ, შეგიძლიათ ჯინჯერი არ გაუკეთოთ, მაგრამ ძალიან უხდება აი ამ სიტყვას და ეს ყველაფერი დავაბლენდეროთ კარგად და მე რა თქმა უნდა გავათბობ. გადმოვიტანოთ და წამოვადუღოთ და
ვადუღოთ, რომ ოდნავ გასქელდეს, ხოლო მე უკვე სასრულ კონსისტენციას უკვე სახამებლით მივცემთ. სულ ეს იყო ჩვენი პიურე მზად არის, соуსი კეთდება და ეხლა შევწვათ ღორის ხორცი, შევწვავთ ტაფაზე და მე დავამთავრებთ უკვე ღუმელში. ჩვენ წინასწარ ქონდა დამარინადებული, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ გამოიღოთ და კარგად გაამშრალოთ, რომ რაც შეიძლება მშრალი იყოს ხორცი. აი ესე. და კარგად გავამშრალოთ. ესე რომ რაც შეიძლება მეტი აი ეს ამოვიღოთ. რომ კარგად დაიბრაწოს, ანუ ჩვენ ბოლომდე არ ვწვავთ, როგორც გითხარით, გვინდა რომ კარამელიზაცია გაუკეთდეს, გარედან დაიბრაწოს და მე დავამთავრებთ ღუმელში. მოვაყაროთ მარილი. წიწაკა ორივე მხრიდან და კარგად გახურებულ ტაფაზე დაუბრაწოთ. უბრალოდ ტაფა უნდა იყოს ძალიან კარგი გახურებული, რომ უცბად დაიბრაწოს გარედან. დაუბრაწოთ ჩვენი ხორცი. ტაფა კარგად გახურებული უნდა იყოს. და აქ გვაქვს წყალში გახსნილი სახამებელი და გავასქელოთ ჩვენი соуსი სასურველ კონსისტენციამდე. ნახეთ. აი ესეთი კარგი კონსისტენცია. ოდნავ სწორია. მარილის მაგივრად და მზად არის. ანუ ეს соуსი იდეალურია, ძალიან უხდება ინდაურს, აი მართლა ძალიან უხდება, ძალიან უხდება იღს. და ზოგადად ძალიან კარგია ზამთრისთვის, ზამთრის პერიოდისთვის. შვენიერი. ეხლა ამას ამოვატრიალებ. ეს დაიბრაცა. აი, ყველა მხრიდან ნახეთ რა თქმა. და ეხლა წაუსვათ. ასე ვთქვათ, წაოდენი ზეთი, ეს ჩვენი ბარბეკიუ соуსი და დავამთავროთ ღუმელში. აი, ესე პირდაპირ. მეორე მხრიდან ამოვატრიალოთ. აი ესე. და 200 გრადუსზე სადღაც 10-15 წუთის განმავლობაში საკმარისი იქნება. ანუ ძალიან არ უნდა გამოშრეს, მაგ შიდა ტემპერატურა 75 გრადუსი უკვე საკმარისია ღორისთვის. ჩვენ ახლა დავამთავროთ ჩვენი соуსი და ავაწყოთ კერძი. გვაქვს ჩვენი კარამელიზირებული ხახვი. რომელსაც დაუმატებთ აი ამ ჩვენს соуს. თუ ვიღაცას ხახვი არ უყვარს, შეუძლია საერთოდ არ გამოიყენოს, ან უბრალოდ დააბლენდეროს ხახვთან ერთად, მაგრამ აი ეს ხახვის და ამის соуსის ტექსტურა მე მომწონს ძალიან. ესე. გავათფოთ ჩვენი პიურე და აი ესეთი კერძი მზად არის. და დაველოდოთ სანამ გამოცხება და მე ავაწყოთ ეს ჩვენი კერძი. სადღაც 7-8 წუთში გამოვიღოთ ხორცი. ამოვატრიალოთ, წაუსვათ კიდევ ერთხელ.
აი შევამოწმოთ ეს უნდა გაჭრათ და უნდა ნახოთ, რომ სისხლი არ იყოს. სულ რაღაცა 3 წუთიც და მზად იქნება. შევაბრუნოთ. და ავაწყოთ ჩვენი კერძი. პიურე. გამოვიყოთ ხორცი. და აი ესე ავაწყოთ. მოვასხათ соуსი. და მოვაყაროთ ეს ჯინჯერი კარამელიზირებული და ესეთი მშვენიერი კერძი გამოგვივიდა. სულ ეს იყო დღეისათვის. ჩვენ გავაგზავნებთ ხვალ კომშის თემას და უკვე გავაკეთებთ დესერტს გამომცხვარ კომშს მასკარპონეს კრემთან ერთად. ნახვამდის, ხვალამდე და გემრიელ დღეს.